ყველა საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. PSG-მ Arsenal საკუთარ მოედანზე მოუგო. კვარაცხელია საგოლე გადაცემა. როგორ შეაფასეს ქართველი ფეხბურთელი? გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობა ლივერპულში კვლავ გაურკვეველია. სავარაუდოდ ქართველი ძირითადში ვერ მოხდება. ეს და სხვა სიახლეები ჩვენ სარხზე. დაგვიფასე შრომა, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს წაგართმევს მაქსიმუმ 10 წამს. ჩვენ კი ძალიან მაგრად დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია ამ ვიდეოზე 1500 მოწონება ზიავიდეთ. მადლობა შენ, თუ ჩემიეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი დავიწყოთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პირველ მატჩში ლონდონის Arsenal-ი Emirates-ზე PSG-სთან 0-1 დამარცხდა. ლუის ენრიკემ ხუჩა კვარაცხელია სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. მეოთხე წუთზე ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასის შემდეგ უსმან დემბელემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მე-16 წუთზე ხუჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა. მეტოქის სამ ფეხბურთელს გაცდა. თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფეხბურთელი პენალტის დანიშნვას იმსახურებდა. გარდა ამისა, კიდევ ერთ ფაქტს უნდა გაუსვათ ხაზი. ტიმბერი კვარაცხელიას წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდა, თუმცა მსაჯმა ყვითელი ბარათი არ ამოიღო. ეს გადაწყვეტილებაც ნაკლებად ლოგიკური და ნაკლებად სამართლიანი იყო. მეორე ტაიმში ლონდონის Arsenal-ი დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მიკელ არტეტას გუნდს რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. Arsenal-ს შეტევაში კრეატივი ძალიან აკლდა. გარდა ამისა, ტომას პარტეის არ ყოფნა ნახევარდაცვის თამაშზე ძალიან ცუდად აისახა. მატჩის მიწურულს ბარკოლას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. 0-2-ზე საპასუხო მატჩის წინ PSG კიდევ უფრო დიდ უპირატესობას მიიღებდა. მეორე ტაიმში ქართველ ვარსკვლავს შეტევაში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია. ერთხელ კარისკენ დაარტყა, თუმცა საკმაოდ არაზუსტად. კვარაცხელიამ 18-დან 17 პასი ზუსტად შეასრულა. მინდორზე 15-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო. მეორე სართულზე 3 დუელიდან 3-ვე დათმო. მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა. გამოცემა Maxi Foot. PSG-ს გარემარმა ტიმბერს დიდი პრობლემები შეუქმნა. პირველივე წუთებიდან ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობა შეცვალა, როდესაც დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა. დიდი ხნის განმავლობაში ის პრობლემებს უქმნიდა ტიმბერს, განსაკუთრებით საჯარიმოში საკამათო ეპიზოდის შემთხვევაში. რამდენჯერმე ნაპოლის ექს-ფეხბურთელმა ბურთიც დაკარგა, თუმცა დაცვაში მისი თამაში ასევე დასაფასებელია. გამოცემა Paris Fans. შეუჩერებლად დარბოდა, იბრძოდა ყველა ბურთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პირადად დიდი მატჩი არ ქონია, გუნდის წარმატებაში დადებითი წვლილი შეიტანა. RMC სპორტი. უსმან დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა. იურიენ ტიმბერს კი ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო, თუმცა მის თამაშს მაინც რაღაც აკლდა. მეორე ტაიმში თამაშზე ნაკლები ზეგავლენა ჰქონდა. ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ხუჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში Arsenal-ისა და Paris Saint-Germain-ის პირველი მატჩის შემდეგ დელ პიერომ ყურადღება კვარას საგოლე გადაცემაზე გაამახვილა და ქართველი გარემარბი შეაქო. როდესაც კვარაცხელია პასს იღებს და ბურთს ეხება, ალბათ 10 წამში უკვე მეტოქეზე მიდის. გადაწყვეტილებას მაღალ სისწრაფეზე იღებს და ტიმბერს აიძულებს უკან დაიხიოს. თუნდაც ოდნავ ძლიერი გადაცემა გაუკეთეს, მაგრამ წინ ნაბიჯ მიიწევს. როდესაც 8 წლის ვიყავი, პირველი გაკვეთილი რაც ჩამიტარეს იყო ის, რომ ცველებისთვის დრო არ მიმეცა, რათა გაეანალიზებინათ რა ხდებოდა. ნებისმიერ მომენტში მარჯვნივ ან მარცხნივ უნდა წავსულიყავი. კვარაცხელია მეურვესთან პირისპირ რჩება. მას საკუთარ საჯარიმოში ახევინებს და ნახევარმცველს აიძულებს ორმაგ დაცვაზე გადმოვიდეს, რის წყალობითაც უსმან დემბელე თავისუფლდება. მარტივი, მაგრამ გამანადგურებელი ქმედებაა. ეს ხელოვნებაა, ხვიჩა. Bravo. ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ალან შირერმა Amazon Prime-ის ეთერში Arsenal-ისა და PSG-ს მატჩში იურიენ ტიმბერსა და ხუჩა კვარაცხელიას საკამათო ეპიზოდი განიხილა, სადაც მთავარმა მსაჯმა ქართველი სასარგებლო 11 მეტრიანი არ დანიშნა. ვეტერანი ფორვარდი მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში ნიდერლანდელი მცველის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა შეინიშნებოდა, თუმცა რამდენად საკმარისი იყო ეს კონტაქტი პენალტის დასანიშნად, ეს მხოლოდ მსაჯის გადასაწყვეტი იყო. ამ ეპიზოდში ტიმბერმა აშკარად შემოხვია ხელი. ამ მოქმედებით ის აშკარად რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ კვარაცხელია გაზონზე ძალიან მარტივად დაეცა. თუ იგივე ეპიზოდს ფორვარდის თვალით შეხედავდა, თან ის Arsenal-ის ფეხბურთელი იქნებოდა, მაშინ ლონდონელებიც პენალტის დანიშნვას მოითხოვდნენ. თუ ამ სიტუაციაში პენალტს დანიშნავდა, გადამოწმების შემდეგ შეიძლებოდა რომ არ გაუქმებულიყო, მაგრამ თუ არ დანიშნავდა, მაშინ ეპიზოდის წესების დარღვევად შეფასება შეიძლება საკმაოდ რთული ყოფილიყო. ძალიან სარისკო და რთული სიტუაცია იყო ჯამში. მატჩის შემდეგ პარიზელების
მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ Prime Video Sport-თან კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა. როდესაც ემოციები დიდია, თამაშის გაანალიზება რთულია. ჩვენ ვცდილობდით ჩვენებურად გვეთამაშა. პირველი გოლი სწრაფად გავიტანეთ. ხანდახან ძალიან გვიჭირდა, მაგრამ შეგვეძლო მეორე გოლის გატანაც. საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ. ჩვენს ხასიათს ყოველდღე ვაჩვენებთ. ძალიან სასიამოვნოა ამის პოსაჟში ნახვა. ძალიან ემოციური მატჩი იყო, რთულია ასეთ ატმოსფეროში თამაში. ქვა ესპანელმა სპეციალისტ. შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 7 მაისს პარკ დე პრენსზე გაიმართება. დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში. შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიღწევას. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ კლაუდიო ტაფარელმა, რომელიც 2021 წლიდან ლივერპულის მეკარეების მწვრთნელად მუშაობს, თავის თანამემამული ალისონ ბეკერზე და წითლების ახალ შენაძენზე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. როდესაც ალისონი პირველად ნახე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მას დიდ პატივს სცემენ, როგორც ახლა, ასევე კლუბის დროს. ალისონმა აქ ისტორია დაწერა და ახლა სურს ეს ისტორია გააგრძელოს. საუდის არაბეთიდან წამოსულ შეთავაზებებს დიდი შესაძლებლობები მოყვება, მაგრამ ალისონი ყოველთვის ამბობს, რომ აქ დარჩენა სურს. ერთი წლის წინ კლუბმა მამარდაშვილის დამატება გადაწყვეტა. ის არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ახლო მომავლისთვის. ალისონი კი ახლა მაღალ დონეზე თამაშობს. თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს, გამოცდილებას, მოტივაციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. ჩემი აზრით, გიორგი მამარდაშვილიც უკვე ამ ეტაპზე თამაშობს ძალიან მაღალ ლეველზე და არ ვფიქრობ, რომ ის არის მეკარე, რომელიც უნდა შემოინახოს ამომავლოდ. ვფიქრობ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გადასვლისთანავე შეძლებს და აჩვენებს გუნდს, რომ ალისონის ჩანაცვლება არც ისე რთული იქნება. დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში. შეძლებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას. მე კი გემშვიდობებით და ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დარჩით ჩვენთან ხაზზე. მე კი მალე დაგიბრუნდებით და აბა, წარმატებები.